დიდი იმედი გვაქვს. მარტო ის რომ დღეს წინვალე შვიდებულში, საქართველოს წინვალე კუთხეში და ღვთიური სითხის სახლში ვიკრიბებით, ეს დიდი წარმატების საძირკველია. ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ვიცით რომ ყველაფერი იქნება ყავს არაჩვეულებრივი კონდონელები. ნუ არ ვიცი რა პასუხისმგებლობა აქვს, არ ვიცი საქმისადმი რა დამოკიდებულება აღფრთოვანებული ვარ და მე ონიდანა ვარ იმ ჯგუფისთვის, იმ უსაყვარლესი და უნიჭიერესი ჯგუფის შერჩევისთვის დიდი მადლობა. ყველაფერი კარგად იქნება, ეტაპობრივად წარმოვიდგინოთ. თავარი ახლა ჩვენ ერთად ვიმუშაოთ, კერძო სექტორმა, ბიზნესმა, მთავრობამ, ყველამ ერთად. მარტო მთავრობა ვერ გააკეთებს ყველაფერს. კლასია ეს. გვაქვს მოდული შეძლებული. ხალხმა რა თქმა უნდა, კერძო სექტორი, ბიზნესი, ყველა უნდა გავერთიანდეთ, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქვეყანა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მთავრობის ქვეყანა, ეს არის ჩვენი ყველასი. ჩვენ ვართ დაქირავებული თქვენგან ხალხი ირჩევს მთავრობას, რომ მართოს ქვეყანა. თუ ეფექტიანად ვერ მართავს, მე სხვა მთავრობას აერჩევს. ამიტომ აუცილებელი არის ჩვენი ძალები, ჩვენი რესურსების გაერთიანება. ეს არის ძალიან მთავარი. ბატონო პრემიერო. დიახ. მოგესალმებით. ადრობელი ვარ ხელაფლის გასაფრთხებთან. სათხეო დეპარტამენტი არის ხიშნიკი. რატომ? რატომ და სასარაჭრევია? აქ არის გარემოდაც მინისტრი, სად არის ბატონი გუჯა? სასარაჭრევიებს გლეხს. ხილის არის რომ მოჭრა. ერთი 10 ამბობს. არაჭრევიებს სარს და რასეულება, იცით? წადით ელივაზე და იქ იყიდეთ არმატურა და დაუსვით პამიდორს. აი რეინჯერები მაგათ და ესე. საშინელება არის. ფიჭმა გადაიარა თელი რაჭა. საძოვარი აღარ არის, არაფერი არის, არაფერი ამბობს. ხალხს შემოკავება უნდა ზაბორების იმის. ვერაკაებს, ვერაჭრევებს დაჭერით, მოკლებს და ესე ვიტანეთ. ესე იგი, მე ნახავენ რაღაცა სამარგულში ამოვიდა 5 ნაძვი, მიისაკუთრებენ, არეგისტრირებენ თავის თავზე და ასეთი მოგორობა. სასწაულს მისცემთ რა. ან საბოტაჟიან ხვევით ვიღაც აკეთებს მაგას, არ ვიცი ვინ არის. და მოხსენით ადამიანი ვიცი. გვარი საფრთხე პრობლემა დააჯარიმეს ხალხი აგერ იცით, შეკითხეთ წარმომადგენლებს და გლობალში არ არის განსაზღვრული ჭიგოს რეგულაცია. იმარა, მაგას კანონმდებლობა არ ჭირდება კაცო. როცა მიდიხარ უყურებ რომ ლეხიკაცია რაღაც და ხეთ. იმას არ მოაჭრევინებ და რაღაც დააჯანებ. ნაციონალურობა შემოიგეს. ეს პირდაპირ საბოტაჟი. ეს ქვედა დონეზე ხდება რაღაც საბოტაჟი და ძალიან თქოს ასწრაფად მოაგვარეთ ეს საკითხი. ერთი საკითხი კიდევ ყველასთი არაკეთებენ ადამიანი დაითხოვეს სამსახურიდან. თუ არ შეწუხდებით კიდევ საკითხი. წარმომადგენლები რო არიან სოფლების. დიახ. პოსტალიონები არიან. ესე იგი ყველაფერი ავტონომია ჩამორთმეული აქვს. პოსტალიონები, ესე იგი წმუნებულები? წარმომადგენლები, დიახ. წარმომადგენლები. სოფლის. ესე იგი არაბეჭედი, არა ის აბსოლუტურად. ესე იგი ჩამოკიდებული ვართ რაიონის გამგებელზე. ესე იგი სულ ყველაფერს იმას ვთხოვთ. ვიცი, მათზე არ აქვს დელეგირება ეს ფუნქციების, არ აქვს? არაფერი ფუნქცია არ აქვს. უფლებები არ აქვს? გამგებელს აქვს უფლება. არა, გამგებელს კი, მაგრამ წმუნებულს არ აქვს. გამგებელს ვიცით ინფორმაციას. უფლება დელეგირების აქვს გამგებელს. მე მოაგვარეთ. მეჭედი არ გვაქვს, ის არ გვაქვს, არაფერი აბსოლუტურად, რა ქვია, იმის გარეშე ვარ და ავტორიტეტი არეგულირება შეიძლება. ხო, ავტორიტეტი არ შეჭირდებათ კაცო. როგორ არ ჭირდება? ცნობაზე მაგალითად 40 კილომეტრი დალიაროს ახლა. ცნობა უნდა გლეხს. გაძლელებული პრობლემაა. ბაბუნა მოუგვარეთ რა. და ერთი საკითხი კიდე. გამგებელს ხო შეიძლება მივსეთ მაგის ინსტრუქცია. შენებლები ადგილობრივი გიჩვენია ჩვენ მოდიან თბილისიდან. დიახ. რა ქვია, ბობოლებს ვეძახით ჩვენ. ფულიანი ხალხი. ეს ტენდერებზე ამბობ? დიახ, ტენდერებზე. ჩამოაგდებენ ფასს, დაუშვათ 170,000-ია ჩემს წყალზე მაგალ ხოთებში, ხო? დაწიეს ფასი, ჩამოიყვანეს 120,000, ის არ ყოფნის იმას. აგერა ყავს ადგილობრივი. აბათ ვაშოროთ. ისეთი რელიეფია ჩვენთან ისინი ვერ აკეთებენ, მეც მიდია და უხარია. თბილისელები? თბილისელი მოსულები. ჩვენი ადგილობრივი? ყავს, ადგილზე ყავს ძალიან კარგი. მაგარი მწოდნე ინჟინერების და სულ. რატომ არ ღებულობენ მონაწილეობას ტენდერებში? ისინი ჯობნიან. ფასაგდებენ და ისე. მაგას ფასი არ აინტერესებს, სხვა რამე აინტერესებს. მოტობლოკების პროგრამა არსებობს რა, თანადაპირდებით და მინისტრი აგერების. ერთი რამე გვინდა რა, რომ ცოტა დააჩქარონ რა, რაღაც სამი თვე უნდა ხალხამდე რომ მოვიდეს ის და ამ წუთში გვჭირდება რომ დავხნათ დავთესოთ და რაღაც გავაკეთოთ პატარა. პროცედურას გადაცემის უფლება გადაეცემა ეკონომიკის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტრო გასცემს. დააჩქარებინათ ეს რა ეს გადაცემა. თუ შეიძლება რა, რომ რა უნდა ეხლა სამი თვე სეზონი უცებ გავგადაეცეთ რა, მაგას არ ჭირდება ფილოსოფია. ეს მოტობლოკები ჩვენთან არის უკვე რა. თქვენთან არის, მე გადაეცეთ რა პრობლემა. ხო, აი პროცესი ჭიანურდება და თუ შეიძლება რა დაგვიჩქაროთ. ორშაბათს დაიწყეთ პროცესი თუ შეიძლება. ხო? კი ბატონო. მაგას არ ჭირდება დიდი შესწავლა რაღაცეები. მე ვარ ადგილობრივი მშენებელი, ეხლა რომ დაიწყო ახლა იმ საქმის კურსი არ არის. ესე იგი ეს რაც ელექტრონული ტენდერები შემოვიდა, აი ეს წლები ფერი მთავრობის დროს ეს 6-7 წელიწადები გელაპარაკებით, ჩვენ ესე იგი ძალიან ვიჩაგრებთ ადგილობრივები. ესე იგი ამ ზოგი შემოდის, ესე იგი ძალიან ჩვენ გაგვთ სამშენებლო კომპანია, ხო? დიახ.
ისე ღებულობთ მონაწილეობას და ვერ იგებთ? აი ვერ ვიგებთ. რატომ? რატომ ვერ ვიგებთ ბატონო და აი სრულიად უაზრო არის ხო ეს 20% ჩაშორდე 25 ეს არ აი შეიძლება. დიდი კომპანიები აგდებენ ფასს და თქვენ დიახ, ის დიდი კომპანია შემოდის იმის გულისხმობ რომ მოცულობა მოიგროვოს, რომ მე დიდ ობიექტს დაეჭიდოს, რომ დააგროვოს ეს ის. არავით არის აზრი ჩვენს ესე იგი მონაწილეობას იქ არა. უბრალოდ ეხლა ნახეთ რა ხდება რა. ეგ არის ძალიან სენსიტიური საკითხი. თუ მთავრობა ჩაერევა კი ბატონო. იმ მოგებულ კომპანიას ეთქვის რომ შენ აღარ მოგცემ მოგებულ ტენდერს. ის მე წავაიჩივლებს, გაასაჩივრებს, იტყვის რომ მე ნაკლები ფასი მივეცი, გამოვაცხადე, მოვიგე და გადასცე სხვა კომპანიას. აქ მე დაიწყება სპეკულაციები რომ რაიმე კორუფციული ინტერესი ხომ არ იყო ადგილობრივი ხელისუფლების, რატო გადასცეს სხვა კომპანიას, რომელსაც უფრო მაღალი ფასი ჰქონდა. ამიტომ ამას ეს პროცესი არის გამჭვირვალე აბსოლუტურად. ტენდერი არის ელექტრონული, ჩემო ბატონო. თუ თქვენ არ დადეთ კონკურენტული ფასი, სამწუხაროდ მთავრობას არ აქვს ბერკეტი რომ ჩაერიოს და უთხრას თბილისის კომპანიას, დიდ კომპანიას, რომ შენ არ მიიღო მონაწილეობა. ეგ არის ზეწოლა ბიზნესზე. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვერ ჩავერევით მაგაში. რეგულაცია ხო შეიძლება რაღაც. აი წარმოიდგინეთ. აი ხარჯთაგრიც ხო არსებობს. დიახ. და რაც ღირს ხო ეს? თუ არაგონივრული ფასია, რა თქმა უნდა, მე გეთანხმებთ აბსოლუტურად. ესე იგი, ის არც მოგებაზეა ორიენტირებული. აი მინისტრი აქ არის და დიახ, გამარჯობა თქო. არც მოგებაზე არის ორიენტირებული, აი ერთი წუთით რა. ზუსტად არის ეს ორი კატეგორია შემოდის. კი ბატონო. ერთი აბსოლუტურად უვიცები, რომელთაც მე ესე კოტრდებიან რაღაცა. მეორე შემოდის დიდი აბიომის მქონე, ესე იგი დიდი კომპანიები, რომელთაც ჩვენ ვერავითარ კონკურენციას ვერ ვუწევთ. ახლა აქედან შედეგი, კი ბატონო, კანონი არის და იმის სიმართლემის ხელშია, მაგრამ შედეგი ადგილობრივი მოზამთრე რაჭველი მშენებლები, რომელთაც ინტელექტიც აქვს, ცოდნაც, ამ მარტივია, ყველა ობიექტი რაც არის, ეგ არის უმარტივესი, მარტივი, ნუ შეგვიძლია გაკეთება, ხომ? ვიჩაგრებით ჩვენ, შევით უმუშევრები. კარგი, მე ცოტა ასაკოვანია. ახალგაზრდა ბიჭმა 40-25 წლის ბიჭი რო არის. ის რას იზამს, ხო, გაიქცა. აბა კი ბატონო, ვიყავს ცოლშვილი, დედა, მამა, ოჯახს ესე იგი მეშვება და რაღაცნაირად ბატონო, რაღაც უნდა გამოვნახოთ საშუალება. არ შეიძლება ესე გაგრძელება რა. შეიძლება კი დასახელო. ერთადერთი რაც შევძლებთ შეგვიძლია ბატონო პრემიერ რომ ეს იყო რომ ჩავდეთ 20%-იანი დაკლებას ვინც გააკეთებს ტენდერსზე ზღვარი, რომ მოხდეს ექსპერტიზაში გაგზავნა შემდგომი ამ პროექტის ხარჯაღების გადამოწმება რამდენად არსებობს რესურსი. თუ ექსპერტიზა დაასაბუთებს რომ ამ კომპანიას აქვს რესურსი, აქვს შესაბამისი მასალები, გასაწყობებული შეიძლება რაღაცა მაგ შემთხვევაში ვაზრობთ ხომ. ყოფილა ძალიან ბევრი შემთხვევა რომ ვერ დაუდასტურებია და საერთოდ ჩაგვიშლია და გადასვლათ არ შემდეგზე ან შაშლა მოხდა რა. კომპანიის ერთადერთი ამ სიტუაციაში ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით რაც არის ეს რაც შეგვიძლია რომ ძალიან მეგორი ფასები არ იყოს სამოსული და თუ ესე იგი პრობლემას აკლებს. გადადეს მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ თუ გადააგზავნოთ. თუ ჩაერიოთ. ყველა შემთხვევაში ვაგზავნით. სხვა შემთხვევაში არ შეგიძლიათ ჩაერიოთ. სამ შემთხვევაში საერთოდ მე ჩვენ არ ვატარებთ. ადგილობრივი ხელისუფლება ხო? გამგეობა. მუნიციპალიტეტის გამგებელი, როგორ ბრძანდებით, პირველ რიგში უღრმესი მადლობა ჩამობრძანებულისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით ნება მომეცი რომ კომენტარი გავაკეთო. შესყიდვების კანონი არის შესყიდვების კანონი და ყველა ჩინოვნიკი ვალდებულნი ვართ დავემორჩილოთ შესყიდვების კანონს. ერთი. მაგრამ მე მინდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც რეგულაცია განხორციელდა შესყიდვების კანონში და იმ შემთხვევაში, როდესაც 20%-ზე ხდება დაკლება, რომ განხორციელდეს მასზე, მასი დაბარება და მისი არგუმენტირებული ექსპერტიზა შემოწმება, ხო? რა თქმა უნდა. მე შეუნურათ ხო ხდება დებინგი. ორჯერა, ბატონო ირაკლი, წელს ჩატარებული ორი ესეთი ტენდერი ჩაიშალა ჩემთან. კანონის სრული დაცვით. მე დავებარე ტენდერში გამარჯვებული, რომლებსაც ჰქონდათ 25%. ეს დიდი კომპანია იყო, ვინმე შემოსული? ხო, ძალიან დიდი არის, მცირე იყო, მაგრამ ეს ტენდენცია გაგრძელდება. ეს იყო დაახლოებით 20-25,000-იანი ეს ბაღების მშენებლობა. მაგრამ ეს ყველგან არის პრინციპში, ეგ არა გამონაკლისი მარტო. ერთი რამ მინდა ბატონო ირაკლი ვთქვა, რომ 20%-ზე დაკლება, ეს ტენდენცია, ამას დავიცავ, ყველივე ძალიან პრინციპულად დავიცავ, როდესაც მოხდება, მე მას მოვთხოვ ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენას, დასაბუთებას, დამემტკიცებს რომ მარაგები მე პირადად მივალ და იმის მარაგებს შევამოწმებ და გავუშვებ ექსპერტიზაზე, რომ ექსპერტიზამ დამიდასტუროს, რომ ჩემი გადაწყვეტილება ტენდენციური. მე გაძლევთ ამის პირობას, რომ წელს ყველა ტენდერი ამ პრინციპით ჩატარდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. კი ბატონო. ობიექტთან დაკავშირებით ახლა გადავაზუსტეთ. ხელშეკრულებები გაფორმებულია, ორშაბათ სამშაბათს დისტრიბუცია დაიწყო. ბატონო ირაკლი. საერთოდ კაცი. მოგესალმებით ბატონო პრემიერო, მე წარმოადგენ ენტერის მუნიციპალიტეტის ლაშხეთის ზონას. ეს ზონა მოშორებულია მუნიციპალიტეტთან დაახლოებით 30 კილომეტრზე.
მე ახლოს თანამშრომლობ მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, თვითონ საკრებულოსთან და მაინტერესებს რა თქმა უნდა სოფლის პროექტებთან დაკავშირებით ყველა პირობა და ვარ დასწრებული ყველა პრეზენტაციას ერთ სიტყვით. დღევანდელი პრეზენტაცია რაც შეეხება მცირე და მიკრო და მცირე ბიზნესის დახმარებას და ფინანსებას გრანტით მე მოგახსენებთ რომ სამწუხაროდ ბიზნესი რომელიც შექმნილი იქნება ამჟამად ჩვენს ზონაში მაგალითად და რომელსაც შეიძლება დავეხმაროთ ასეთი სამწუხაროდ არ არის შექმნილი ბიზნესები გამომდინარე მე ვთქვათ მე წინაზება მექნებოდა თუ კი ჩემი აზრი რა იქნება ხომ არ შეიძლება ეს თვითონ გრანტი ვთქვათ გადავამისართოთ ასეთ რაღაცაზე არ არის იმ ზონაში ელემენტარულად აფრთხილად, სადაც პენსიონერი მივადა მაგაზეზე. არა, ესე იგი, ამ თანხას სახელმწიფო გჩუქნით თქვენ. გასაგებია. თქვენ შეგიძლიათ რომ ერთ ამხანაგს, ორ ამხანაგს უთხრათ, გააერთიანოთ ეს ფული, ეს რესურსები და გააკეთოთ, აფთიაქ გააკეთოთ, რაც გენდის გააკეთოთ. ხო, თუ კი შეიძლება. ამ ფულს გჩუქნით და შენ არა, უბრალოდ ლაბორატორია, რომ სისხლის საკრის შემცველობას შეიმოწმოს ადამიანმა. მაგას გააკეთეთ თავი. აი, არის მოხდა ასეთი რაღაცა, სვანეთში ამოვიდა ვიღაცა კახელი, წაიყვანა ბოდიშის საქონელი, ერთხელ წაიყვანა, მოიტანა ფული, მეორე წაიყვანა, მოიტანა ფული და მესამე, მეოთხე, მეხუთე წაიყვანა, არაფერი მოიტანა. ელემენტარულად ცხოველთა სასაკლაო რომ კარგი პროდუქცია რომელიც შექმნა გლეხმა მიეწოდოს ვთქვათ იმას რა ქვია ბაზა რაც თქვენ ჩამოთვალეთ აბსოლუტურად ყველა ამ პროექტის განხორციელება არის შესაძლებელი ამ მიკრო და მცირე მეტარბიობის ხელშეწყობით როგორც უკვე აღნიშნეთ ყველა მიმართულება არის როგორც სოფლის მეურნეობა არასასოფლო მეურნეობა და ასევე მომსახურეობა სასაკლაო ფარმაცევტიკა სტომატოლოგიური ცენტრი რაც თქვენ ახსენეთ აბსოლუტურად ჯდება ჩვენი პროექტის ფარგლებში მიზნებში აქ არის უკვე მთავარი რომ ინდივიდუალურად მეწარმეებმა ან სამი მეწარმის გაერთიანებამ შემოიტანოს უკვე მსგავსი იდეებზე პროექტი იდეები ძალიან კარგი და უკვე ამის მიხედვით მოხდება აი თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა მე ერთ-ერთი იდეით მონაწილეობ ემპარტთან მაგალითად პირველი ეტაპი გავიარე ის ვინ არის ემპარტი ემპარტი არის ემპარტი არ გინდათ ეკონომიკის სამინისტრო ჩვენი მთავრობა ისიც და ესეც